ამასობაში 16 იანვარია და რა მოხდა შერატონში. მაგამებს მოყვები ამ ვიდეოში. დამყურებას დაიწყეთ, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი Neonius 2020 ეს ერთი აკაუნტი მაქვს TikTok-ზე. აგრეთვე გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, Facebook გვერდი და Telegram არხი. და აგრეთვე გააკეთეთ დონაციები. ანგარიშის ნომრები მითითებულია პროფილზე და კომენტებში ვაგდებ ხოლმე შიგადაშიგ. წინასწარ დიდი მადლობა. ხო, მოკლედ ახლა თემატყეპაზე ვისაუბრებ შერატონში. და შევეცდები ქრონოლოგია აღვადგინო და ჩემი აზრით ზუსტად მოგიყვეთ რა მოხდა რა. არ არის ახლა ეს რაღაცა ბასკერვილების ძაღლის საქმე, რომ შერლოკ ჰოლმსი ჭირდებოდეს ამის გამოძიებას. ღია წყაროების და ლოგიკის მეშვეობით ჩემი აზრით ზუსტად შეიძლება მომხდარის სურათის აღდგენა რა. ორი ინციდენტი იყო, მოკლედ, ერთი ზვიად ქორიძესთან დაკავშირებით და მეორე გახარიას გალახვა რა. და ეს ორი რო იყო, ეს გვიადვილებს რაღაცების დადგენას. კერძოდ აი ზვიად ქორიძემ გააკეთა ინტერვიუ, მოყვა რა მოხდა და როგორ მოხდა რა. ყვება რომ ღამის პირველ საათზე მივიდა შერატონში და იქ თითო სამხარაძესთან რაღაც შელაპარაკება და ის მოვიდა, წავიდა გაწევ გამოწევა, გინება, ვიღაცამ ხელი წაარტყა და სათვალე აქვს დამტრეული და ერთ-ერთმა სამხარაძის თანხმოებმა პირმა, რომლებიც იქვე ბარში რაღაცას აღნიშნავდა, მოკლედ პავილის ქოთანიც ესროლა, რომელიც აცდა და იქ რაღაც ლობის მოხდა, დაიმტვრა და მეტი არაფერი რა. ხო, დაცვა ჩაერია შერატონის, გამოაშვილეს და განარიდეს ქორიძე, აიყვანეს ნომერში რა. იქვე შერატონში ქონდა ნომერი. ხო, სხვათა შორის კარგად უხდიან ამ NGO-შნიკებს ძალიან, იმიტომ რომ შერატონებში ფულაობენ. ხო, როგორც კი ავიდა ნომერში ქორიძემ დაურეკა თავის ძმაკაც NGO-შნიკებს, ესეთი ამბავი მოხდაო და მოდით სასწრაფოდ აქო რა. ხო, როგორც თვითონ ქორიძე იძახის, დაახლოებით 20 წუთში ჩადის ფოიეში, მაგრამ ფოიეში უკვე ხდება სხვა სურათი. გალახული, დასისხლიანებული გახარია ზის დივანზე და ეს NGO-შნიკებს უკვე ქორიძე აღარ ახსოვთ, გახარიაზე არიან მისეულები რა. ანუ დროის ინტერვალი არის 20 წუთი რა. ქორიძე ავიდა, ჩამოვიდა და ამ დროს არის მომხდარი, არის გალახული გახარია რა. ასე რომ აქ ბევრი ჭუბი ვერ იქნებოდა რა, რომ იძახიან რომ თითქოს ჯერ ბევრი ხალხი მიესია და ეს გავრცელებული კადრები ეს მერე მომხდარი ბოლოს არის დამოჭრილი, არაფერი მოჭრილი არ არის ქრონოლოგიურად ვერ მოესწრებოდა რა მაგდენი რაღაცა ელემენტარულად. მოკლედ ეს ქორიძე რომ განარიდეს და ეს ინციდენტი მორჩა დაახლოებით მაგ დროს ასევე შერატონში ცხოვრები გახარია ჩამოდის ფოიეში რა. ხო, რაღაცა თუ ჯინსებშია გამოწყობილი და კეპით. საინტერესოა სად მიდიოდა ღამის 2 საათზე. საერთოდ ამ ბეისბოლკას იხურავენ, რომ ცნობადობაში ამცირონ. ეხლა გახარიას შემთხვევაში გახარიას ცხვირი ცნობენ და ეგ ალბათ არ გამოვიდოდა, მაგრამ რაღაც კაი საქმეზე არ მიდიოდა რა. ხო, თან რომ ჩამოვიდა, ეგრევე არ გასულა რა. ჯერ იქ ბარში მივიდა, ეს ყავა აიღო და ყავას მასმით აპირებს გასვლას. გასასვლელთან არის მისული, სადაც ამ დროს შემოდის ეს დიტო სამხარაძე. უკვე ქორიძესთან ნაჩხუბარია, მასე ადრენალინი გამოყოფილი აქვს და მიდის მათ შორის რაღაც საუბარი. ხო, თითქოს რო წერენ რომ მიცანია, ახლა მიცანი არ იქნებოდა, ახლა მიცანის გამო არ ესროდა ჭიქას გახარია. სავარაუდოდ შენი მოღალატე დედა შევეციო რა, ამან უთხრა და გახარიას დაავიწყდა, რომ თქვენის ვალდებულება პოლიტიკოს და ეხლა პარლამენტის წევრიც არის ჯერჯერობით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და რაღაცა ძველ ბიჭურ იმაში გადავიდა, თუმცა სხვებზე იძახის, რომ ეს არ შეიძლება, უნდა მოითფინონო დედის გინებაო და ხო, იმათი დედები დედა არ არის და გახარიას დედა ალბათ, ხო? უყვარს დედიკო. გააქანა ეს ჭიქა გლიჯა რა. ხო, და ეგ სამხარაძემაც დასხო რა. მერე გამოჭრილია ცოტა წყდება კადრი. სავარაუდოდ მარტო სამხარაძე არ ურტყავდა, იქ 1-2 კაციც იყო სამხარაძესთან ერთად და იმათვაც მოსდეს რა. და შემდეგ უკვე კადრები არის, რომ გარეთ ტროტუარზე ტრაქზე გახოხებული ზის გახარია რა. მოკლედ ამ ჩხუბ-ჩხუბით და ცემაცემით შიგნიდან გარეთ აღმოჩნდა გახარია რა. ხო, უკვე წაქცეულს და იმას აღარ ურტყავენ, ეს აშკარად ჩანს.
ხო და ამით თავდება ინციდენტი გინებით ეს სამხარაძე და მის თანხლები პირები მანქანებისკენ მიემართებიან და სავარაუდოდ ტოვებენ მაგ ტერიტორიას. ამ დროს დაცვა გამოდის, ეს გახარია, დაზიანებული გახარია შიგნით შეყავთ და აი იმ დივანზე სვავენ, რომელზეც მე სისხლის კვალებია, ფოტოც არის, დასისხლიანებული გვარამიის და მიასი გახარიასი და ამ დროს შემოდიან სასტუმროში ეს ქორიძის გამოძახებული NGO-შნიკები და ქორიძეც თავისი ნომრიდან ჩამოდის და ხედავს აი ამ სურათს. აი ეს მოხდა შერატონში თავი ბოლო. ხო და ამ დროისთვის უკვე მალევე მოდის სასწრაფო და გახარია გადაყავთ კლინიკაში. მე უკვე პოლიცია რომ მოდის, ეგ უკვე გახარია ადგილზე აღარ არის. ხო, დალაიქეთ ვიდეო.